წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტია თავისუფალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა კახა კუკავამ კოლექტიური სასამართლო პროცესის დაწყებაზე ისაუბრა, რომელიც საკრედიტო ინსტიტუტების მიერ მაღალი პროცენტით ცესხების გაცემას ეხება. მისი თქმით, მოქალაქეებს შეუძლიათ სასამართლოს გზით ცესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოითხოვათ. კუკავას განცხადებით, იურიდიული პროცედურების გამარტივების მიზნით თავისუფალი საქართველოს შტაბში გახსნილია ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს სარჩელების მომზადებასა და შეტანაში დაეხმარებიან. ცესხი ფიზიკურ პირზე არ შეიძლება გაიცეს იმ საშუალო განაკვეთზე უფრო ზევით, რომელიც დადგენილი არის ეროვნული ბანკის მიერ და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი არის დაახლოებით 15%. თვიდან თვემდე მერყეობს ეს პლუს-მინუს 1%. მოქალაქეებს მოუწოდებთ, რომ ჩვენს ხელ ხაზზე გამოვაგზავნონ თავიანთი ცესხის ხელშეკრულებები და ჩვენ შევიტანთ მათი სახელით აღიარებით სარჩელებს სასამართლოში. ამ საკითხზე უკვე არის სასამართლო პრაქტიკა ჩამოყალიბებული და ეს მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც 25-35 ან მით უფრო 59% ხდიან კრედიტებზე, ამ ადამიანებისთვის იქნება შეღავათი.